გამარჯობა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე, რომელიც არა მარტო ქრისტიანული სიწმინდეა, არამედ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ ეს არის შედევრი უძველესი ქართული არქიტექტურის. რამდენიმე დღის წინ სულ მცირე ხნის უკან აქ მოხდა გაუგონარი და ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ჩამოთრეულმა უცხოტომელებმა, ინდუსები არიან თუ პაკისტანელები, არა აქვს მნიშვნელობა რომელი რასის და რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყოს, მოახდინეს დაზიანება ერთ-ერთი კედლის, ჯვრის მონასტრის, ფეხებს ურტყამდნენ ზედ სრულიად შეურაცხყოფელად და გამიზნულად, რაც მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან. ეს ჩამოთრეულები უნდა იქნან დაკავებულები, დასჯილები და გაძევებული საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს ქართველი ერი. ახმედ რაშიდი ერთ-ერთი ჩვენ განახებთ ვიდეოსაც თვითონ ამ ამაზრზენი ფაქტის, ასევე ამ ეგრეთ წოდებულ პიროვნებასაც, ჭყალებში პიროვნებას და სახელმწიფოს მოუწოდებთ, რომ დაიცვას ქართველი ერის ღირსება. დაიცვას ჩვენი სუვერენიტეტი და მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება. მისი დასჯა კანონის შესაბამისად და გაძევება საქართველოს. საწყისი ყველაფრის არის ღირსება. თუ კი ერი დაკარგავს ღირსებას, ის ვერც სახელმწიფოს ააშენებს, ვერც ეკონომიკას მოაწესრიგებს, ვერც ტერიტორიებს დაიბრუნებს და საერთოდ ვერც ერთ სფეროში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ კი ის თავმოყარეობას და ღირსებას დაკარგავს და თავს ჩახრის ასეთ შეურაცხყოფაზე და ასეთი შეურაცხყოფით იწყება ყველაფერი. ვერანაირი ტერიტორიის და ეხლა გამოხდება აქ რომელიმე მემარცხენე და იტყვის ასეთი მაგარი ბიჭები თუ ხართ, მიდით იქო საოკუპაციო ხაზთანიო, საოკუპაციო ხაზთან ბრძოლას თავი უნდა და არა ჩახტილი შარვალი და მიშვერილი უკანალი. უკაცრავად ამ სიტყვისათვის. ჩვენი ქართველი მეფეები წარმატებას, ომში, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას, საქართველოს ტერიტორიების გაფართოებას მაშინ იწყებდნენ და მაშინ ახორციელებდნენ, როცა შიგნით ჰქონდათ დალაგებული და შიგნით ჰქონდათ ღირსება აღდგენილი და თავმოყარეობა ერისთვის. ერი, რომელიც გაატარებს ასეთ შეურაცხყოფას და თავს ჩახრის, ის რისი ტერიტორიების დამბრუნებელი, ამიტომ სახელმწიფოს მოუწოდებ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს ამ რაშიდ ახმედის თუ ვინც არის და მისი თანამზრახველების მიმართ. დასაჯოს კანონის შესაბამისად და გააძეოს საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს ქართველი ერი. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. სიტყვას გადავცემ ახლა ჩვენს თანამებრძოლს ლაშა არსენიძეს. ანუ აბსოლუტურად ახსნა გიორგი რა მდგომარეობა აქვს. ჩვენ მოუწოდებთ კიდე ერთხელ შესაბამის სამსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოებას, აი სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ეს. რომ შესაბამისი მოქმედებები ღონისძიება გაატაროს ამ უცხოტომელის წინააღმდეგ შესაბამისად დაისაჯოს და გააძევონ ქვეყნიდან. თუ ეს არ მოხდება, კიდე ერთხელ ვამბობ, მისი ქვეყნის წარმომადგენელი ელჩი მაინც არ გამოვა და ბოდიში არ მოიხდის ჩვენი სიწმინდის შეურაცხყოფისთვის, აი ამ კაცს ვინც არის სისხლში, თავისივე სისხლში ჩავახშობთ ქართველები. აი პირდაპირ ამას ვამბობ. თავისივე სისხლში ვაბანავებ და თუ კანონი არ იქნება შესაბამისი, სახელმწიფო არ იქნება შესაბამისი ასეთი მარაზმის წინააღმდეგ, ყველა უცხოტომელი მოყვება ამ რეპრესიაში. აი დაიწყება ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს არ გატარდება. და ამას გადაყვება სხვა უცხოტომელებიც. სხვა უცხოტომელებიც და იცით კარგად, როგორ ხდება ჩვენი სიწმინდის შეურაცხყოფას არავის არ ვაპატია. ეს არის თავზე ყველაფრის დასხმა ეს რომ სახელმწიფო ერი არ დგას ისე როგორც უნდა, ამიტომ გაკადრებენ ამას, რასაც გაკადრებენ.
გაუვიდა თავს უკვე. ზედმეტებია და თავი კიდე ერთხელ ვამბობ. არ იქნება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ზომები გატარებული, მივხედავთ მერე ჩვენ. ჩვენ მივხედავთ და მერე არ გამოდვათ აქ ნახევრად ლიბერალებმა და ნახევრად ქართველებმა და დაიწყოთ ის რომ ჩვენ დიდი და მკაცრი ზომები რო თუ მივიღეთ ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც მოგიწოდებ რომ შესაბამის სამსახურები ჩაერიოს ამ საქმეში. ეს არის სრული მარაზმი. ქართველი ერის შეურაცხყოფა, ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფა, ჩვენი წინაპრების სისხლით არის აკაურობა გაჟღენთი. და ვიღაცა უცხოტომელი ნაძირალა მოდის აქ უკანან წიხს ურთხავს მონასტერს წარწერებს აგრავს შეურაცხყოფს ჩვენ სიწმინდეს. აი ეს არის ეს. ამის გატარება არაფრით არ შეიძლება. მე დავამთავრე და გადავცემ ჩვენ თანამებრძოლს ვისთანა. თაურის თქვი რამდენიმე სიტყვა. მე ბევრს არაფერს არ ვიტყვი. იმ უცხოტომელებს და მის თანამძრახველებს ვეტყვი რომ აი ეს სიბილწი არ შეგრჩებათ. არ შეგრჩებათ აი შეურაცხყოფა რაც აქ იკადრეთ. შენი სახელი და გვარი ვიცით, ვინც ახარ და რასაც წარმოადგენ, მაგრამ არ გეგონოს ეს რომ შენი YouTube-ისთვის გამოგადგება რა. არ გეგონოს. უკვე ძალიან ზედმეტებში გადახვედი, როდესაც აი გამოხვედი, წიხლები ურთხი, იტინგიცე და კიდე აქ წარწერები გააკეთეთ, გაურკვეველი სახის წარწერები გააკეთეთ. ეს მეხუთე საუკუნის ძეგლია და გარდა ჩვენი სიწმინდისა კულტურული მემკვიდრეობაა. ეს არ გეპატიება რა. მინიმუმ რასაც ვიტყვი, აი მინიმუმ ეს არის ბოდიში და მაქსიმალური უკვე აი შენი სამუდამოდ ქვეყნიდან გაძევება და დეპორტაცია. არა მარტო შენი თანამოაზრეების, აი ვინც აქ ყავდა ზუსტად ამოყვანილი იმათიც გაძევება არის რა ქვეყნიდან, რაც ეს მაქსიმუმია, რაც გაკეთდება, თორემ რაც გეკუთვნის, ძულებში დალეწვა არის, აი ასეთი საქმისათვის, ძულებში დალეწვა, რაც გეკუთვნის და ღმერთმა არ აქნას რომ სადმე გადამეყარო. არანაირი ლიბერალობა, არანაირი შემწყნარებლობა, საკუთარ სისხლშივე გაბანაო. აი რაც შენ აქ იკადრე, ეს უკვე ზედმეტი იყო რა. ზედმეტი. და შესაბამის სამსახურებს მართლა მოუწოდებ, რომ აი საქმეს მართლა მიხედო. შენ თუ მიხვდი, რომ აიმით რა გამოიწვია, ამით შეიძლება რელიგიურ, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი დაიწყოს, რელიგიურ ნიადაგზე დაიწყოს კონფლიქტი და არეულობა მოიტანოს. შენ მაგდეს თუ ხვდები, ეს არ არის ერთი უბრალო ვიდეო, რაც შენ იკადრე. მეც არაფერს აღარ ვიტყვი, მე დავამთავრე ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გავიმეორებ, რომ მიეცე შესაბამისი რეაგირება აი ამ საქმეს. თან მე დავამატებ, ანუ სპეციალური ვატარებდით ამ ვიდეოზე რა მონიტორინგს და იქ სპეციალურად გამოუშვეს, ანუ ქვეყნის მტრებმა კიდე სხვადასხვა პროპაგანდა, სხვადასხვა ესე იგი სპეციალურად გამოწვეული ისე რომ მუსლიმები არიან. ვითომ აქ ქართველები არ იყვნენ საქართველოში მუსლიმები. მუსლიმანობა რა შუაშია აქ? ან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი. აქ არის უცხოტომელი შეურაცხყოფს სხვა ქვეყნის მოქალაქე შენ სიწმინდეს. არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან მარტივად გასა. მარტივია. ძალიან მარტივია. აქ რელიგიური ნიში დაიწყეთ, აქ რაღაცები, აქ აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენი ქართველი ძმები არიან აქ მუსლიმებიც და არიან ქრისტიანებიც და ასე შემდეგ. მე ქრისტიანი, მაგრამ ამით არა. აქ არის ჩვენი სიწმინდის შეურაცხყოფა. როგორც ქართველი მუსლიმი დაიცავს ამას, ისე დაიცავს ქართველი ქრისტიანიც, იმიტომ რომ ჩვენ ერთი კულტურული მემკვიდრეობა, მეორე ჩვენი წინაპრებიდან მოტანილი არის და მოყვანილი აქამდე. ჩვენი სიწმინდია ეს. ერის სიწმინდი. აი ეს არის დავა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდება ღმერთს, დიდება საქართველოს, გამარჯვებას.